მოგესალმებით საქართველოს დღეს 13 ივლისია უყურებთ კურიერს 8 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. გაწმენდითი და საპრევენციო სამუშაოები ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს თელავში. პროცესი არ შეჩერებულა მთელი ღამის განმავლობაშიც. კავკასიონის ქუჩისა და ალაზნის გამზირის კვეთაზე ასფალტის საფარი ქვაღორღისგან გაიწმინდა, მოიწყო ნაპირ სამაგრე ჯებირები. თუმცა მოსახლეობის ნაწილი ჯერ კიდევ დარჩენილია სასმელი წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აერის გარეშე. პარალელურად უკვე დაწყებულია სტიქის მიერ მიყენებული ზარალის დათვლა. გუშინვე შეიქმნა ოპერატიული შტაბი, რომლის წევრებიც არიან როგორც საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შედგა არაერთი შეხვედრა, შეჯერდნენ სამმავლო პრევენციულ გეგმაზეც. სტიქია თელავსა და მიმდებარე რამდენიმე დასახლებას კვირას გამთენიისას დაატყდა თავს. დანგრეულია გზები, ხიდები, ნაგებობები, დაზიანებულია სავაჭრო სივრცეები. განადგურებულია ხეხილი და ვენახი. უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე ოჯახი ევაკუირებულია. თელავის ხევი ადით და რამაც გამოიწვია, რა თქმა უნდა, დინარის კალაპოტის რღვევა და კავკასიონის ქუჩა და ქვემოთ ალაზნის გამზირი დაიტბორა. მიმდინარეობს სისტემური მუშაობა, როგორც გაწმენდის, ასევე აღდგენის სამუშაოები. კერძოდ ინფრასტრუქტურა იქნა დაზიანებული საკმაოდ ძლიერად, მათ შორის ახლად გაკეთებული ინფრასტრუქტურა, გზები. მობილიზებულია ტექნიკა, სრული შემადგენლობით, მძიმე ტექნიკა მათ შორის, რა თქმა უნდა და რაც თავარია სტიქიის შედეგად მოსახლეობა კორპუსებში, სადაც ძირითადად მოსახლეობა არის განთავსებული, მათ ეზოებში შექმნილ პრობლემებთან მიმართებაში მიდის აქცენტი ახლა გამოსასწორებელი სამუშაოების და ინფრასტრუქტურულად სავარაუდოდ დღის ბოლომდე მოსახლეობის კორპუსებთან შექმნილი პრობლემები სრულად აღმოფხვრილი იქნება. დანარჩენი სამუშაოები შესაბამისად ეტაპობრივად მიმდინარეობს და დღის ბოლომდე ალბათ უკვე შედეგი გვექნება და ყველა მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურა იქნება მოწესრიგებული. ცნობილი ხდება გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასება თელავში მომხდარ სტიქიაზე. დოკუმენტის მიხედვით უხმა ნალექმა მდინარე თელავის ხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია. პირველადი დასკვნის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ 12 ივლისის გამთენიისას მოსულმა ნალექმა თვის ნორმის 85%-ს მიაღწია, რის გამოც მდინარემ კალაპოტი გარღვია და ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. ძლავრმა ნაკადმა გვერდია უარა ღვარცობ დამჭერ ნაგებობებს და აზიანა ინფრასტრუქტურა და გზის საფარი. ღვარცოფული მასის აკუმულირება ძირითადად თელავის ქვედა ნაწილში მოხდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები სტიქის ზონის დეტალურ შესწავლას განაგრძობენ. დაქვე გარემოს ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი კვლევის შედეგი, საუბარი ამჯერად შავი ზღვის წყალზე. უწყების ინფორმაციით ლაბორატორიულმა შემოწმებამ დაადგინა, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ყოველთვიურად 12 წერტილში ატარებს. მოწმდება ჰიდრო, ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის ანალიზი კეთდება 13 მძიმე მეტალზე. გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტად თვეში ორჯერ ახორციელებს ზღვის წყლის მონიტორინგს სარფიდან განმუხურამდე. მონაცემის სიზუსტისა და აქტუალურობისთვის ველზე იზომება ქიმიოფიზიკური პარამეტრები, ხოლო სინჯების დეტალური და კომპლექსური კვლევა ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ბათუმისა და თბილისის ლაბორატორიებში კეთდება. ბათუმის ლაბორატორიაში სინჯების შემოსვლის შემდეგ ხდება კომპლექსური ანალიზები. ადგილზე ხდება ისეთი პარამეტრების განსაზღვრა, როგორებიც არის მძიმე მეტალები, ნუტრიენტები, ნავთობპროდუქტების შემცველობა და ასე შემდეგ. ეს პარამეტრები მნიშვნელოვანია, რათა შეფასდეს წყლის ხარისხი. შეერთებული შტატები ირანს რამდენიმე საათია ინტენსიურად ბომბავს. დონალდ ტრამპის ბრძანებით დაწყებული საჰაერო ირიშების მიზანი ამერიკული სარდლობის განმარტებით ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმების აღკვეთაა. მანამდე ირანმა ამერიკულ ბაზებზე იორდანიაში, ქუვეითსა და კატარში მიიტანა დარტყმები. ოფიციალური თეირანი ვაშინგტონს ომის დანაშაულებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ზავის დადებიდან 25 დღეში შეთანხმება დაარღვია. ირანის საგარეო უწყება გაეროს რეაგირებისკენ მოუწოდებს და იმ ქვეყნებსაც აფრთხილებს, რომელთა ტერიტორიებიც ამერიკელებმა იერიშებისთვის გამოიყენეს. თეირანის თქმით, თავდასხმის ნებისმიერი წყარო ირანის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე გახდება.
და კვლავ საქართველოს გრანდიოზული გალა კონცერტით დაიხურა თბილისის ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი ოპერისა და ბალეტის თეატრში. საზეიმო საღამოს სპეციალური სტუმრის სტატუსით კულტურის მინისტრიც დაესწრო. მაყურებლის წინაშე ადგილობრივმა და მოწვეულმა დასებმა მსოფლიო კლასიკისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის გამორჩეული ნიმუშები შეასრულეს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხვდა წილად ვახტანგ ჭაბუკიანის ლაურენცია შემესრულებინა პირველად და შემდეგ რაიმონდა დღეს გალაზე. მინდა მადლობა უთხრა ყველას, ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, ჩემს პარტნიორს ნინი სამადაშვილს და ყველას, ვინც მოვიდა, თითოეულ ადამიანს. ფესტივალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენი მაყურებელი ამას უყურებს, უბრალოდ ეს ვრცელდება მთელ სამყაროში, რასაკვირველია ბალეტის სამყაროში და უკვე არიან ის ადამიანები, რომლებიც სპეციალურად ჩამოდიან ამ ფესტივალისთვის თბილისში, იციან, რომ აქ ესეთი დონე დახვდება. მინდა ყველას დიდი მადლობა გადაუხადო. წელს განსაკუთრებით დიდ მასშტაბზე გავედით და მსოფლიოსთვის ძალიან ცნობილი დასები, მათ შორის წინ გვაქვს პინა ბაუშის ძალიან ცნობილი დასის გასტროლი თბილისში. საბალეტო ხელოვნების ამ მხარდაჭერით კულტურის სამინისტრო უკვე წლებია ამას ახორციელებს და უკვე ვხედავთ, რომ ჩვენივე ძალიან დიდი ვარსკვლავები ყავს, რომლებიც მსოფლიოში არიან მოფენილები და ამ საბალეტო ფესტივალში იღებენ ბუნებრივია მონაწილეობას. კლასიკური ხელოვნების პარალელურად დასრულდა კიდევ ერთი მუსიკალური პროექტი. რუსთავში 2 დღის განმავლობაში მიმდინარე ფესტივალი ოქსიგენი 2026 საზეიმოდ დაიხურა. საუბრობ მეხუთე ღონისძიების დასკვნით ნაწილში მაყურებლის წინაშე სხვადასხვა ბენდები წარსდგნენ. საღამოს ბოლოს კი ორგანიზატორებმა სპეციალური სიურპრიზი წარადგინეს და ფესტივალის მთავარი იდეის ხმაური სიხარულისთვის მიზეზი დაასახელეს. 25 წლის თორნიკა სიუკაევსა და მის ოჯახს რუსთავში საჩუქრად ბინა გადაეცა. ვენაცვალე ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს სიკეთე და ეს კარგი საქმე გააკეთა. მადლობა. არ შემიძლია ის სიტყვებით გამოვხატო ის, რასაც ეხლა ვუვიცით. საერთოდ არ ველოდებოდი. მადლობა ყველას. მოკლედ, ვერ ვხატავ რა ჩემს სიხარულს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩემს ცხოვრებაში. უმნიშვნელოვანესი. ეს არის ტრადიცია, ეს არის ახალგაზრდებისთვის. ძალიან მაგარი შანსი რომ გამოვიდნენ სცენაზე, არენაზე და დაანგრიონ ის სტერეოტიპი, რასაც ქვია ხოვერების გამეორება. აქ არის ბევრი საავტორო ნამუშევარი და სიმღერა. მოკლედ, გახარებულები ვართ ყველა. დაიხურა ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზ ფესტივალიც. ბოლოს შეკრებილების წინაშე Ghost Note-ი წარსდგა. მელომანებს ბენდმა ემოციებით სავსე და დასამახსოვრებელი საღამო აჩუქა. წლევანდელი ფესტივალი მსოფლიო ჯაზის გამორჩეული წარმომადგენლის მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შედგა. ბათუმი მსოფლიო ჯაზის გამორჩეულ შემსრულებლებს ყოველწლიურად მასპინძლობს. ძალიან ბევრი ადამიანი ერთად იკრიბება და ძალიან კარგი ამბავი ხდება ხოლმე და ძალიან მომწონს. ჩემ მეგობრებთან ერთად ვარ ახლა მოსული. ბათუმელი ვარ და აი მთელი ბათუმი ერთად ვარ ხოლმე და ძალიან საოცრება ამბავი ხდება მას. ახალი თაობა ჩამოვიდა წელს, 80% სულ ახალი სახეები. ეხლა ისინი მიეჩვევიან უკვე რომ ფესტივალებზე იარონ მთლიანად და ბევრი ინფორმაცია მიიღონ და პოზიტივი წაიღონ აქედან. ჩვენები რაღაც განსაკუთრებულები არიან, უფრო რაღაცა პირველივე წუთიდან ემოციებში არიან და ეს ეტყობათ კიდეც მუსიკოსებს და დამთავრება რომ მეგონი 2 საათი გაგრძელდა დღეს კონცერტი და ამ სიურპრიზებიც იყო. იქ ფილიპ ლასიტერი შეუერთდა, ბექა გოჩიაშვილიც აიყვანეს და რა ვიცი, მეგონი ჯორჯიას გვიმღერეს თავის სტილში. დღეს სვეტიცხოვლობა მართლმადებლური სამყარო 12 მოციქულს იხსენებს. მცხეთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამე დილიდან აღავლენს. საპატრიარქოს ინფორმაციით დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა არ შეიზღუდება და ქალაქში შესვლა თავისუფალი იქნება. შეგახსენებთ სვეტიცხოვლების დღესასწაული საქართველოში წელიწადში 2-ჯერ 13 ივლისსა და 14 ოქტომბერს აღინიშნება. ეს არის სვეტიცხოვლობა 12 მოციქულის ხსენება. მოგეხსენებათ, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი არის 12 მოციქულის სახელობის. დღევანდელ დღეს უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე აღავლენს წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. წირვა დაიწყება დილის 10 საათზე. თანამწირველები იქნებიან პატრიარქის სინოდის წევრები, სამღვდელოება და მრევლი. ეს იყო დღეს კურიერის პირველი გამოშვება. მე 9-მდე უნდა დაგემშვიდობოთ დროებით.